მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა და როგორც ახლა ფანჯარაში ხედავთ, ახლაც გაუჩერებლად ბარდნის და ისეთი დიდი თოვლია, რომ ერთი სული მაგას ამოცანები გითხრათ და სანდარმა მელას მოვკიდო ხელი და საგუნდაოდ გავიდე. ყავაც მოვიდუღე და იმედია მოვასწრებ დალევას. მოკლედ ახალწლთან დაკავშირებული ძალიან სახალისო მათემატიკური 5 ამოცანა უნდა გითხრათ. დანომრეთ 1-დან 5-მდე კომენტარებში და უპასუხეთ თითოეულ მათგანს. ან თუნდაც ფურცელზე დაწერეთ 1-დან 5-მდე დანომრეთ იქვე უპასუხოთ გადაუგეთ. ფოტო და კომენტარებში ატვირთეთ. მოკლედ, პირველი შეკითხვა. საჩუქრები. სანდას ჩანთაში 12 საჩუქარი ელაგა. მან 5 ბავშვს გადაუნაწილა ეს საჩუქარი, თითოს საჩუქარი მისცა. რამდენი საჩუქარი დარჩა სანდას ჩანთაში? შეკვალ ისეთი ბედნიერი ვარ. შეკითხვა მეორე. ორცხოვილები სანდასთვის. მარიამმა გამოაცხო 20 ნამცხვარი. 7 სანდას დაუტოვა, 5 კი თოვლის ბაბუას. დანარჩენი კი თავად შეჭამა. რამდენი ნამცხვარი შეჭამა მარიამმა? კარგი დაუკვირდით. მესამე შეკითხვა. ნაძვის ხის ბურთულები. ნაძვის ხეზე 18 ბურთულა ეკიდა. ბავშვებმა კიდევ 7 დაამატეს. შეკითხვა. სულ რამდენი ბურთულა გახდა ნაძვის ხეზე? მეოთხე შეკითხვა. თოვლის ბაბუის გაკეთება. თოვლის ბაბუის ასაგებად 3 რიგი ბურთი სჭირდებათ. ბავშვებმა გააკეთეს 15 ბურთი. რამდენი თოვლის ბაბუა გაუკეთებიათ? და ბოლო შეკითხვა. საახალწლო გირლიანდა. გირლიანდას თითოეულ ნაწილში 10 ნათურა აქვს. ლიზამ 4 გირლიანდა დაკიდა. თქვენი აზრით, სულ რამდენი ნათურა ანათებს მთლიანობაში? მე ამ შეკითხვით დაგემშვიდობებით და დროებით გემშვიდობებით.